რომელი ლინზა იყავს ნეტა ამ iPhone-ში? 1, 2, 3. გამარჯობათ მეგობრებო. თქვენ უყურებთ BBR Wild. როგორ დავიწყოთ ვიდეოს ჩაწერა? გამარჯობა. რატო ვიკიდეთ ამ რაღაცა დებილოვანი? გამარჯობა. ეხა უკვე მოვიხოდეთ. მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც ბოლო 3 თვის განმავლობაში სახლიდან თითქმის არ გავსულ, რადგან მუშაობ სახლიდან, მძინავს სახლში და ვჭამდა, რა ვიცი, რათა სხვა რაღაცას ვაკეთებ სახლში. ცოტა არ იყოს და დამავიწყდა როგორია ხალხთან კომუნიკაცია და ზოგადად საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება 12 საათი ისე გავიდეს, რომ საერთოდ არაფერი არ ვთქვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცეებში რომ გავიბარჯიშო და ასე რომ ვთქვათ, ორი კურდღელი მოვკლა ერთი ქვით. გადავწყვიტე, რომ გადავიხო ახალი სამუშაო ადგილის მოწყობის ვიდეო. იმიტომ რომ მოკლედ ამ 12 საათიანი მუშაობის განმავლობაში ყოველთვის ვუყურებ YouTube-ის ახალი სეტაპების ვიდეოებს და ძალიან მომწონს. ან იუთუბერული და ამიტომ რატომაც არა. სცენარები და ისინი პროფესიონალი ხო არა. ხო და რა უნდა მეთქვა? რამდენიმე პრობლემა აქვს ამ ჩემს სახლის ოფისს. პირველი არის ის, რომ არის შუა მისაღებში და არ არის ასე ცალკე გამოყოფილი. უნდა შევქმნათ მოკლედ ეს ცალკე ზონა რა, ეს ვიზუალურად მაინც უნდა გამოვყოთ. მეორე არის ის, რომ კაბელები ძალიან ბევრია და ეს cable management-ი და ასე შემდეგ. თლად კარგად ამისთვის უпростоრად თლად კაი ხელსაწყოები არ მაქვს. და მესამე ის არის, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავლიყო და არ ვიცი ამ ყველაფრის გადაღება. მაგრამ ყველაფრის სწავლა არის შესაძლებელი და თან მინდა რომ editing-ში გავივარჯიშო, რაღაც DaVinci ვისწავლო და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი ეს იქნება ჩემი სატესტო ვიდეო. თუ არაფერი არ გამოვიდა, არაფერს არ დავაედიტებ. ეს არის შემოსასვლელი, ეს არის ჩემი ოთახი და ეს არის მთლიანად მისაღები, სადაც იქ ასე ჩემი მაგიდა, კომპიუტერი, მონიტორი, ასე შემდეგ. ჩვენი სულ ახალი მაგიდა, რომელიც ვიღაც ტიპს ავწაბნე ოფისიდან, ჩაუვარდა ძმაო ბიზნესია, ჩემი მრალია. უნდა და გაყიდა. მოკლედ ამაზე უნდა მოვაწყოთ მონიტორები და 1000 რაღაცა სისულელეები და უნდა გადავიღო მოკლედ ეს ყველაფერი და გარტყმაში არ ვარ როგორ უნდა ვქნა. მაგრამ მონდომება ცოტა ინტელექტუალური შესაძლებლობები ტექნოლოგია. მოკლედ პირველ რიგში უნდა დავშალო სავარაუდოდ ეს ჩემი სეტაპი. მთელი ეს კაბელობა ასე შემდეგ და ეს მონიტორი ყველაფერი უნდა გამოვაძროთ, გამოვაერთოთ და გადავიტანოთ. ჯერ მაგ ყველაფერს ვიზავ, ტაიმლაპსები და რაღაცეები. პარო. საიდან მოყვარს? მოკლედ, მთლიანობაში გამოვიდა ეს. აქ გვექნება მაგიდა. ამ ფანჯრის თაროს გამოვიყენებთ თაროთ. აქეთ გვაქვს კიდევ ერთი თარო. აქ სავეცკი ენციკლოპედიასთან ერთად გვაქვს ჩვენი რაღაცა მანგები, რაღაც ლეთი და მოკლედ კარტები, რა თქმა უნდა, კარტები. მოკლედ ეს ზონა ცალკე თემა, ის იქამდე მოვაწყე, დავალაგე ყველაფერი. ამის განხილვას იხილავთ მეორე ნაწილში. შეამჩნევდით ორ პრობლემას. აი ამ დებილ კაბელს, რომელიც ძალიან ნერვებს მიშლის, მაგრამ ვერაფერს ვერ უზავ. აქ შეიძლება რომ სკადისები მივამაგროთ ეს კედლის ორგანიზერები და მაგაში ჩავმალოთ. და ნუ ქვევითაც აქ ეს ხალიჩაში დაიმალება და მეორე უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, სადაც საიდანაც ეს უდი გიყურებთ, ეს არის ეს უზარმაზარი, ეს ჩემი გოგოები არის, პანჯარა, რომელიც რატომღაც აშენდა თუ ამოიჭრა
რადგან შუქი შესულიყო მოკლედ აქედან, წინიდან, იქით. ამას ვერაფერს ვერ უზავ, მოკლედ ეს ფარდა მაქსიმალურად უნდა გადავწიო და რას ვიზავ. ვაჩემა ეს სახლი ერთ ღამეში ააშენა და სუცალ ფეხზე ეკიდა. სარცი აქ უბიზ მოიწყობდა თუ ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბს, ამიტომ მოკლედ, ესეთი სიტუაცია აქ შუაში გადავწყვიტე რომ დამედგა მონიტორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ MacBook-ის სამტენზე შევაერთე ტელეფონი, Lightning-ი და Type-C და აქედან ამოვიყვანდა სამაგრებს გავუკეთებ, რომ აღარ ჩავარდეს. ამის მეტი მოკლედ ადგილი ვერ მოუძებნე, ამიტომ ჯერჯერობით იდგება აქ. აქ ესეთი chilled zone-ს გავაკეთებ, რომ აქედან ვავდგები, აქეთ დავჭდე და მუსიკას მოვუსმენ. რაღაცა დახვეული რაღაცა არის და მაგას ჩავსვავ, ან შეიძლება რომ რაღაცა მიდგეს კედელზე და ეს მოკლედ მთელი ეს კაბელები და ის დაფაროს. ეს სავეც კი ენციკლოპედია ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ მომიწევს ჯერჯერობით ამის ყურება. რადგან თავარია მშვიდობა. მოკლედ, რაც მნიშვნელოვანი იყო, დაიცადეთ. რაც მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერი მოკლედ უკვედებს. და ეს სუიჩი ზედმეტია შეიძლება ითქვას. მაგრამ მინიმალისტები ხომ არ ვართ. ამიტომ მაგიდა უნდა გავაფორმოთ, და ესეთი უსახო და ის არ იყოს რა. რკინა და ხე. ამიტომ ეხლა დავკავდები ყველაზე საინტერესო რაც არის და ყველაზე სახალისო მაგით. რა დაიცადო? განზო. დადამ. იმედია იღებს კიდე. ის ადგილი, სადაც ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რა. იმიტომ რომ კი რაღაც შემიძლია რომ ის ყავის მაგიდაზე და ვაფშე იმაში ვიმუშაო აგერ უბანში და რაღაც თქვათ, როცა ონლაინ მუშაობ და სახლიდან მუშაობ ადამიანი, მაგრამ გინდა რომ რაღაც ის გადართვის მომენტი გქონდეს, რომ გაიღვიძე და რომ დაჯექი სამუშაო ადგილას, სამუშაოდ ხარ განწყობილი და ეგ მოკლედ twins-იც ძალიან მოქმედებს და ყველაფერზე მოქმედებს რა. კი, ძალიან კაია ხანდახან 10 წუთით ადრე გაღვიძება და საწოლიდან მუშაობა, მაგრამ მთელი დღე ეგრე ვერ იქნები რა მოკლედ ადამიანი და ამიტომ ჯობია რომ რაღაც სივრცე მაინც იყოს რა. ეხლა იმის რაღაც დაწყებას, იმაზე წუწუნის დაწყებას, რომ ცალკე ოთახი და ცალკე კაბინეტი და ოფისი და რაღაც რომ მქონდეს, მერჩივნა რომ აქ ეს ხალიჩა გამეფინა, ჩემები გამიფრთხილებინა რომ სანამ მუშაობ აქ ხარ და გინახოთ არავინ და აქ მემუშავა რა. მოკლედ ეს გამოვიდა მთელი დღის დათმობის შემდეგ მივიღეთ შემდეგი შედეგი. საბოლოოდ რისი თქმა შეიძლება და მოკლედ ეგეთ წვრილმანი რაღაცეების დაფიქსვა შეიძლება აქაურობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ დღეს მე ეს ვიდეო არ გადამეღო. უпростоრად არ გამეკეთებინა ვიდეო, შეიძლება არ გადამეღო. რატო აუტკივარი თავი არ ვიცი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან გამაყოფილი ვარ ახალი სეტაპით ვნახოთ ჩემს სამუშაო мотиваციასა და განწყობაზე როგორ იმოქმედებს. ეხლა ამ ულამაზესი ხედის ფონზე და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ან არ შეხვედრამდე ვნახოთ ვიდეოს ედიტი რამდენად კარგად გამომივა. კარგად.